პარიზმა გადადო საშობაო საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებები უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე. ხო, ანუ ეს არის რეალობა. ეს ხო არის გამოგონილი. რაც ვაჩვენეთ ახლა ეს ხო ჩვენ რაღაც ხელოვნური ინტელექტით არ შეგვიქმნი ეს ყველაფერი რეალობა. და მაგაზე რო ლაპარაკობ. დაიჭირეთ ეს. მაგაზე რო ლაპარაკობ, დაიჭირეთ, იმიტომ რომ ეს აღვივებს შუღლს. კი. შუღლს ის კი არ აღვივებს, ვინცაც შემოყვა. კი. ის კი არ აღვივებს, ვინც ასეთი სურათი მოიტანა, რომ უკვე საფრთხის შემცველია და ქუჩაში უკვე გადავდოთ ღონისძიებები, იმიტომ რომ საფრთხის შემცველია. ეგ კი არ აღვივებს, კაცო. ხალხს ის აღვივებს, პრობლემა ის არის, რომ ვინც იძახის, რომ მოდი არ გვინდა. მოდი არ გვინდა შემოყვანა. და ეგ არის ზუსტად ამ ჩვენი მთავრობის სახე. ჩვენი მთავრობა ერთი ხელით სინამდვილეში მთელი აი ესეთი გარემო, როგორცაც დასავლეთში ვაჩვენებთ. ამაზე უარესი სინამდვილეში, იმიტომ რომ დასავლეთი გაცილებით ძლიერი ქვეყნებია ვიდრე საქართველო, ხო? საქართველოში რო სურათი აქამდე მივა, ამაზე ბევრად უარესი სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ საქართველო სუსტი ქვეყანაა. შესაბამისად, ასეთ სიტუაცია ვისაც მოყავს, ის ერთი ხელით ამას აკეთებს და მეორე ხელით თან აგრესიულად და საერთოდ მუქარით არის დაკავებული იმ ხალხის მიმართ, ვინც ამას ყველაფერს ეწინააღმდეგება და ფაქტია, ეს თან ევროპაში როცა ასეთი რაღაცები ხდებოდა, იმათ არ ქონდათ წინ მაგალითები. ევროპა ამას რო აკეთებდა, იქ რო ვიღაცა ქართველი შვილივით ლაპარაკობდა, იქ ჯერ არ იყო გამოცდილი, ეგ ასე ხელის გულზე კი არისო ეს სადამდე მიწა. ფაქტები არის. ფაქტები კი არ არსებობდა, იქ ამათი ეს თუმცა ჭკვიანი ხალხი წინასწარვე კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გასაგები იყო ეგ, მაშინ იქაც გასაგები იყო, სადამდე მივიდო და უბრალოდ იქ ეს ხალხი რო ტყუილებს ლაპარაკობდა, მათი ტყუილები, მუშაობდა, იმიტომ რომ საწინააღმდეგო პოზიციის დამადასტურებელი ფაქტები არ იყო ასე თვალსაჩინო. ეხლა საქართველოს მთავრობა იმდენად არაეროვნულია, იმდენად საერთოდ ამათ ეროვნული ინტერესები არაინტერესებთ და ფეხებზე კიდიათ, რომ ყველაფერი გარკვეულია და ამათი პასუხები არის რა დონის, იცით? რას საკეთებენ ხო გარკვეულია, რას მოიტანს და ამათი პასუხები არის ასეთი იდიოტებზე გათვლილი, არა, ქართული მიწები არ იყიდება. საქართველოს ინტერესები დაცული. თუ რამე გაინტერესებთ, კითხეთ. აი ესეთი დონის პასუხებით პრემიერს არ მოусმინე რა. პრემიერმა განმარტა. ხო, ესეთი დონის პასუხებით ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, გასაყიდად არის ეგ. ანუ ეგ ინვესტიციის დანიშნულებაა გაყიდვა და პირდაპირ ინვესტორი იძახის, რომ უცხოელებზე ვყიდი. ხო? და ასეთი დონის პასუხები, როცა ხდება ჩვენ, როცა დასავლეთში ამ ყველაფრის მაგალითები ხელის გულზე და პირდაპირ თვალსაჩინო მაგალითებია, ხო? ამ ყველაფრის აქ ხო ორი აზრი არ არსებობს. ამისი ახსნა არის ეგ, რომ ამ ხალხს არ აღელვებს. აი ვიღაცა შეიძლება უკვირს, აი კი, მაგრამ რატო აკეთებ? ვერ ხვდებიან, როგორ ვერ ხვდებიან ხალხო? როგორ ვერ ხვდებიან, მაგრამ არ აღელვებთ, არა. არ აღელვებთ. აი თქვენ შეგექმნებათ ქუჩაში პრობლემა, ამათ არა. ეგრე უყურებ, ამათი ბედი, ამათი მომავალი ამ ქვეყნის კარგ ცხოვრებაზე საერთოდ არ არის დაკავშირებული. მას ეს საერთოდ არ უყურებს თავის ცხოვრებას. ეს ხალხი თავის ცხოვრებას როგორ უყურებს, იცით, ბევრ ფულს თუ იშოვის, ამ ქვეყანაზე საერთოდ აღარ იქნება დამოკიდებული, ეს ქვეყანა იარსებებს, არ იარსებებს. რა მაგით ამათთვის, აი ასე უყურებს, კაცო. ეს არის სხვა კატეგორიის ხალხი, ამათ საერთოდ ეროვნული ინტერესი როგორი რაღაცა, იცით. შენ პირიქით, შენი ცოტა უნდა მოიკლო, შენ რო ეროვნული ინტერესს აკეთებ, ეგ ეგრე კი არ მუშაობს, რომ შენ
შენ დაიმხე ყველაფერი თავზე და თან ეროვნული ინტერესიც გატარდა და აშენდა ეს ქვეყანა. ეგრე ხო არ გამოიყურება რა. შენ თუ ცოტა ისეთი ადამიანი არ ახარ, რომ რაღაცა პირიქით მოიკელი და ზოგადი საქმე გააკეთე, ეგრე თუ არ ახარ მომართული, ხო? მაშინ არც გამოდის ზოგადად ეროვნული ინტერესი სხვანაირად. ამიტომ ეს ხალხი ეგეთია თავისი პირადი ინტერესისთვის მზად არის ეროვნული ინტერესი დაახურდაოს. ეგეთი ხალხია და აქ თან რატო არის გასაკვირი ის რომ პირიქით ისეთი ხალხია ძნელი მოსაძებნი. ეგ რამე წარმოუდგენელი სცენარი კი არ არის, აი ნაკლებად რო ზრუნავს ადამიანი საერთო სიკეთეზე. პირიქით ისეთი ხალხი უპასუხისმგებლო ადამიანების მეტი რა არის? უპასუხისმგებლო ადამიანები თქვენ ცოტა გონიათ? პასუხისმგებლობიან საქმეს რომ მიაბარებ და რო არ მოეკიდება პასუხისმგებლობით. ეგეთი ხალხი ცოტა კი არ არის. არც ესენი არ არიან ეგეთი. თან სად რას მოეკიდნენ პასუხისმგებლობით? ხო, ჯერ სად მოეკიდნენ პასუხისმგებლობით? მაგალითი ხო უნდა არსებობს. რამეს პასუხისმგებლობით თუ უნდა მიუდგი, აი ყველაზე ორგანული ინსტინქტია, აი რა ვიცი, ხელმძღვანელი როდესაც ხარ რაღაცის, ან პარტიის ინტერესი დაიცვა, ხო, ან რაღაცა ხელისუფლების ინტერესი. ყველაზე ორგანული ინსტინქტია, რომ ვისაც ნიშნავ, აი კადრს როდესაც ირჩევ, ეგ კადრი იყოს ლოიალური. ხომ ასეა? ხო, აი ისეც ხო არ მტერს ხო არ დანიშნავ რაღაც დაანდებობაზე, ხო? ვინც აირჩიეს, ყველა მოვალედა. თავისი ეს ჩემი შეფასება არ არის თვითონ თქვეს რომ ვინც კი დაუნიშნეთ 2012 წლიდან მოყოლებული პრეზიდენტის თანამდებობაზე ვინც კანდიდატად დავასახელეთ ვინც ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად ან deep state-ის აგენტი ყოფილა ან პირდაპირ გვიღალატა და მოვალატე ყოფილაო ან კორუფციონერი საეჭვო ვიღაცა ან ყველაფერში ბოდიში და გაასხით ყველა ვერაფერი ვერ გათვალეთ აი ყველაზე მეტად რაც უნდა გაგეთვალათ, ხო? აი რა ვიცი, სულელის კი რომ გათვლის, რომ მოდი ისეთი კაცი დავნიშნოთ, რომელიც საერთო საქმეს არ გააფუჭებს, ხო? მანდ ვერ გათვალეთ და თქვენ ახლა ისეთ რაღაცას ეჭიდავებით და ისეთი რაღაცის კონტროლს გვპირდებით, რაც ამერიკამ ვერ გააკონტროლა, ევროპამ ვერ გააკონტროლა, ავსტრალიამ ვერ გააკონტროლა. და უბედურება ტრიალებს ხა მაგ ქვეყნებში და აღარ გჯერა თქვენი იმების და არც ვიღაც ქართველი შვილების მუხარების გვეშინია ჩვენ აქ ცოტა ყურადღებით იყოს ესეთი ვიღაც პერსონაჟები რომ იმუქრებიან რაღაც ეს ნუ წარმოუდგენიათ ამ ხალხს რომ მუდამ იქნებიან რაღაც მთავრობაში და რაღაც მთავრობის სახელით ილაპარაკებენ. ბევრი გვინახია ჩვენ ეგეთი ხალხი, რომელიც მთავრობაშიც იყო, ერთპიროვნული მართველიც არის და ეხლა ხან სად არის, ზოგი მიწაშია, ზოგი ციხეშია, ზოგი გადაკარგულშია სადღაც და ცოტა აზზე მოდით კაცო, ეს პატარა ქვეყანა აქ არავის არაფერი არ ავიწყდება. და მე რა მაინტერესებს, ცი აი დაუშვათ ვიღაცა ჩვეულებრივი თქვა, ხოცების ამორჩეველი ხარ და აი მაინც და მაინც თუ ბიძინა ივანიშვილს ენდობი. აი დაუშვათ. აი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესით მიუდგება. რომ ცენდობოდი. ყველა პრემიერი, ან მისი მოღალატე გამოდგა როგორც თვითონ იძახიან, ან deep state-ის აგენტი გამოდგა, ან გაყიდა რაღაცა ინტერესები თვითონ ჯიბეში ჩაიდო, მაშინ ახურდავებდა, ათეთრებდა $600 მილიონ ჯიხურებში, ხო? სახელმწიფოს ძარცვავდა, ჯარს ძარცვავდა. ბავშვების საკვებს იპარავდა. ხალხს იმას რა ქვია, ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ასმევდნენ, ატყუებდნენ რაღაც ბრენდულიაო და ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ ნაგავს ტენიდნენ ყველას და აი მასე უაცხოვრეს წლები. და შენ იძახი რომ ნუ მე არ ვიცოდი რომ მომატყუეს. რა იცი იქნება ახლა სატყუე? არა, ახლა არა, ახლა. აი რა მე რა მაინტერესებს, ცი? აი ვიღაცა გვიტევს რაღაც გამწარებულ შეურაცხყოფის ფორმატში გადმოსული რომ თქვენ ამას რატო იძახით, ასე რატო უტევთ, რატო აყენებთ ეკითხვის ნიშნის გვერდში? შე რა იცი? ივანიშვილი იძახის მე არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს სურს უკან თურმე ზოგი deep state-ის აგენტი გამხდარა, ზოგი მილიონები მოუპარე, ასეულობით მილიონები მოუპარე, ახლა რა შიდა გარჩევები მიდის, ზოგს რაღაცა
მუცელში თვითონ ისვრის თუ იქი ჭრიან კაცმა არის ის, მე ვისი ჭერენ, ვის არის ჭერენ, ფულს რამდენს მოატაინებენ, რამდენს არ მოატაინებენ. ყველა საქმის კურსში იყო ამ ოპაროებში თუ ზურგს უკან პარავდნენ. მერეოფში აქში მიაქვთ ეს ფული თუ ბიუჯეტში უნდა წაიღოთ. არაფერი არ არის გარკვეული. კიდე აი შენ რა იცი ძმურად ვის იმედად ლაპარაკობ დარწმუნებულ. ივანიშვილი არ შეიძლება თუ ეგ ყველაფერი სიმართლეა, ივანიშვილი არ შეიძლება დარწმუნებული იყოს იმაში, რომ კონკრეტულად ეს შემადგენლობა, როგორც ყველა წინა შემადგენლობა იქცეოდა არაკეთილსინდისიერად, ეს შემადგენლობა იქნება განსხვავებული და ეს შემადგენლობა კეთილსინდისიერად მოიქცევა. ვიღაცა შემოდის ივანიშვილზე დიდი ფულით. ვიღაც არაბი. რავი, აგერ თავისი გამოზრდილი მინისტრები და თავისი გამოზრდილი და თვითონ რო კაცებად შექმნა და რაღაც ხალხად აქცია და პრემიერ-მინისტრებად თუ მაღლეს თანამდებობებს დააყენა, ისინი გაიქვა თურმე რომ ღალატობდნენ, ხო? მანამდე რომ არაფერს არ წარმოადგენდა. ოღონდ ისიც ხომ საიდან ახარ დარწმუნებული რომ ეხლა იგივე არ მოხდა და ეგ ხალხი არ არის დარწმუნებული და აბა რას მიტევ მაგ ეგ ხალხი სინამდვილეში საკითხს აყენებს ასე რომ ქართული ოცნების ძალაუფლების გასამყარებლად, ქართული ოცნების ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეგენი იღებენ ამ ერთ-ერთი მონაწილე არიან იმისა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ იმისთვის, რომ ძალაუფლებას ვერაფერი დააკლოს ქართულ ოცნებას. ანუ ქართულ ოცნებას ხო ჭირდება ეგ, რომ მოსახლეობა დაბნეული იყოს. გამოსავალი რაშია ეგ არ იცოდეს. საერთოდ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს? საერთოდ რა არის ძალისხმევა, რომელიც უნდა გაწიონ? ეს ყველაფერი რომ მოსახლეობა ამ მიმართულებით რომ დაბნეული იყოს, მაგ ყველაფერს ემსახურება ეს ხალხი და ეგ რომ თან მუშაობს, ეგ ხო არჩევნებმა აჩვენეს. არჩევნებზე ხო ჩანს, რომ ამათი ეს ხრიკები მუშაობს. ეხლა ქართულმა ოცნებამ რაღაცა ხანის გამოაცხო, ხანეს გამოაცხო, რაღაცა სისულელეები გამოვარდნენ ილაპარაკეს ამათმა ხალხმა და შედეგად მიიღო ის, რომ ეხლა 80%-იანი შედეგი მიაღწია. თავისი ეს ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, ფინანსური და დანარჩენი მიმართულებით დათესა უიმედობა, დათესა გაურკვევლობა და ეჭვი, ყველაფერი, ანუ ყველაფერი. და ეგ ხო ეხა არ მუშაობს, ხო ვერ ვიტყვით არა, ფაქტია, რომ ეხა მაგალითად მოსახლეობა რო დადგეს. მოსახლეობის აი 60% მოსახლეობა რომ ამ თემაზე ძალიან შეკრული გახდეს და ერთ აზრზე დადგეს. ხო ყველას ესმის რომ ეს თემა მოგვარებული. ეს გადაიჭრება, ეს პრობლემა საერთოდ აღარ იდგება საქართველოში. ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მოსახლეობის გაერთიანება ვერ ხერხდება. და მოსახლეობის გაერთიანებაა სირთულე. სირთულე სხვა რამე კი არ არის. სირთულე არის სწორედ გაერთიანება. სირთულე არის გაერთიანების პროცესში წამოსული ხელისუფლების მხრიდან დამაბრკოლებელი დეზინფორმაციები, ტყუილები, პროპაგანდა იმისთვის, რომ ხალხი არ გაერთიანდეს, ეგ არის სირთულე. და ზუსტად მაგას ვცდილობთ ჩვენ ვცდილობთ პირიქით, რომ გაერთიანდეს ხალხი. მაგიტომ არის რაც რა პროცესის დაწყებული გქონდა. სხვა რაღაცაში არ შეგეშალოთ გამოსავალი. სხვა რამეში გამოსავალი არ არის. რაღაცა ფილმების სცენარები და რაღაცა ისინი მოვიშალოთ. გამოსავალი არის ამ ქვეყნის უმრავლესობა, რომ ორგანიზებულად აი ამ აზრზე, ამ აზრის გარშემო გაერთიანდეს. ეგ არის გამოსავალი და მაგას ყველაფრით უპირისპირდება ოცნება.